ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ხდომასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. მინისტრების შეხვედრაში საქართველოს ელჩის დონეზე მიწვევა მიუღებელია და გაუგებარია ამგვარი მიდგომის საფუძველი და მიზეზი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამ შეხვედრაზე ელჩის სახელით მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მიწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს როლის გათვალისწინებით, როგორც რეგიონული უსაფრთხოების, ისე დაკავშირებადობის საკითხებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესში უნდა იყოს საქართველოს შესაბამის დონეზე მონაწილეობა ამ საკითხებზე გამართულ დისკუსიებში. მართო გუნდში საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას სრულად იზიარებენ. ბრუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს, რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ, თუ სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველოს ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველოს ევროინტეგრაციის განვითარებით. არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს, რომ სოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და იმის რა ქვია, სხვა რაღაც გეოგრაფიას როცა არ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში, ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მასზე. ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში, ამით ზიანდება თავად ბრიუსელი. ხედავთ, რომ მას დიდი ქვეყნებს თუ შევხედავთ დიდ ქვეყნებიდან, ხედავთ რა დამოკიდებულება არის ევროკავშირის ბრიუსელის მიმართ და ეს არის შედეგი იმ სავალალო საგარეო პოლიტიკისა, არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკისა, რომელიც არის იქ, სადაც თავის დროზე იყო ესტონეთის სახელმწიფო, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი იყო დღევანდელი საგარეო კომისარი.